ტურიზმის სექტორზე ვაგრძელებთ საუბარს, როგორი იყო მიმდინარე წელი ტურიზმისთვის, რა ტენდენციები გამოიკვეთა და რა მოლოდინებია მომავალ სეზონზე. თემაზე ვცლად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაია ომიაძე არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ წლის ბოლოს კვლავ ხვდებით მე და თქვენ ერთმანეთს იმისთვის, რომ შევაჯამოთ ერთგვარად როგორი იყო 2025 წელი მთლიანობაში. მე წინა სტუმრობისასაც თქვენი კოლეგები კერძო სექტორიდან იყვნენ ამ გადაცემის სტუმრები და მათთანაც ვთქვი, რომ წლის დასაწყისში ალბათ ნაკლებად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ 2025 წელი მათ შორის ტურიზმის სექტორისთვის იქნებოდა ძალიან წარმატებული. თუმცა გამონაკლისი ნამდვილად იყავით ამ შემთხვევაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო მაშინ მარიამ ქრივიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამ შემთხვევაში თქვენ, რომლებიც მიიჩნევდით, რომ ეს წელი ნამდვილად მიუხედავად იმ საკმაოდ რთული პერიოდისა, რომელიც წლის დასაწყისში მთლიანობაში ქვეყანაში იყო, ძალიან წარმატებული იქნებოდა. ამიტომ ეხ კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ შეაფასებთ აი ამ გალმით წელს. როგორი იყო 2025 წელი მთლიანობაში ტურიზმის სექტორისთვის ინდიპენდენტის სტატიას აუცილებლად ცალკე მიუბრუნდები. ბატონო, მოგესალმებით. მაია, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიყვარს ხოლმე თქვენ გადაცემაში ერთგვარად სტუმრობა და შეჯამება. როგორც დაანონსება წლის, ისე შეჯამებაც და აი კვლავ შევიკრიბეთ. მადლობა ხაზგასმის ხაზი რომ გავუსვით იმ ფაქტს, რომ არავის არ ჯეროდა ღიად რომ ვთქვათ, ესეთი წელი რო იქნებოდა და დიდი ოპონირება იყო ამ საკითხზე, თუმცა ჩვენ ვიცოდით ჩვენი გეგმები, ჩვენ ვიცოდით რა ოდენობის ფრენებს ველოდებოდით, რა ოდენობის ახალ სიხშირეებს ველოდებოდით, ვიცოდით კამპანიები, რას ვთავაზობდით ჩვენ საერთაშორისო მოგზაურებს, რას ვაპირებდით და შესაბამისად ამ ყველაფრის დაშვებით, რა თქმა უნდა, ჰქონდა გარკვეული გათვლები. ეს გათვლებიც შესაძლოა რაღაც ცვლილებები ყოფილიყო, რა თქმა უნდა, თუმცა თქვენ აღნიშნეთ, რომ წლის დასაწყისში ძალიან პოზიტიური მოლოდინები ჰქონდა და ასეც არის. პირველი 3 კვარტლის მონაცემებით ჩვენ ალბათ მოგვიანებით ვისაუბრებთ პროგნოზი რა იყო და რა დაჭდა, იმიტომ რომ ეს არ იყო მხოლოდ ჩვენი Galten Tagards რეპუტაბელურ და მოკიდებელ ბიზნეს ჯგუფსაც ჰქონდა იგივე ციფრებზე საუბარი, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ისე შემოსავლების თვალსაზრისით. პირველი 3 კვარტალი ფეხდაფეხ მიყვება, როგორც ჩვენ ისე ვთქვათ, სხვა ალტერნატიული წყაროების პროგნოზებს. პირველი 3 კვარტლის მონაცემებით ვდგავართ ზუსტად იქ, რა გეგმებიც ჰქონდა. რაც რა თქმა უნდა იძლევა იმის თქმის შესაძლებლობას, რომ მეოთხე კვარტალიც იქნება ძალიან წარმატებული. და წელს შევაჯამებთ ისე რა გეგმებიც გქონდა. მაშინ ასე ვიკითხავ, რა ფაქტორებმა განაპირობა, რომ 2025 წელი იყო ისეთი, როგორიც გვაქვს? თუნდაც ის 3 კვარტალი, რომელზეც ახლა მე და თქვენ ზაფხული სეზონი იყო განსაკუთრებით კარგი ციფრებით. ზოგადად ზაფხული სეზონი ტურისტულ სეზონებში არის ყველაზე დატვირთული, რადგან ამ დროს ადამიანებს აქვს როგორც სკოლის არდადეგები, ხანგრძლივი შვებულებები და ხანგრძლივად ასასვენებლად და სამოგზაუროდ ზაფხულში დავდივართ ხოლმე ზოგადად ადამიანები და საერთო ჭრილში ყველაზე დიდი წილი დასვენებს, რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონზე მოდის. ამიტომ ამბობ, რომ უკვე შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ საერთო წელი ზუსტად ისე დაჯდება მთლიანობაში, როგორც ჰქონდა. ჩვენ როდესაც 2025 წლის დაგეგმვა დავიწყეთ, რა თქმა უნდა, კამპანიების ნაწილს გულისხმობთ, 2000 გასული წლების ერთგვარი სტატისტიკა გავაანალიზეთ, რომელი ქვეყნებიდან რა ინტერესებით, რა ოდენობით ადამიანები შემოდიოდნენ, რა ფრენებით უკვე რო გავაანალიზეთ ამ ყველაფრის ფონზე. მომავალ წლის გეგმები რა იყო, თქვათ, აეროპორტების გაერთიანების, ვიცით რა ჩვენი სტრატეგიული ბაზრამი, დავიდეთ ასე ვთქვათ, გეგმა საერთაშორისო ღონისძიებების, მედია პლატფორმების და ავაწყოთ წლის გეგმა, რა თქმა უნდა, ფრენები განსაკუთრებული მნიშვნელობის არის ზოგადად ტურიზმის ზრდის ჭრილში და გავაკეთეთ საერთაშორისო მარკეტინგული ინტეგრირებული კამპანიების გეგმა მთელ წელზე, წლის ჭრილში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს პირველად ჰქონდა 4 პარტნიორი კომპანია ყავს სტრატეგიულ ჩვენს ბაზარზე და მათთან ერთად ძალიან ისეთი მძლავრი მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოეთ. ახლაც მიმდინარეობს. ახლა წრილ-წრილი პროექტები რო აღარ თქვა, ამ წუთასაც სტუმრად გვყავს თქვათ ყურის ქვეყნებიდან როგორც ინფოტური, ისე საერთაშორისო მედიის ტურები და ეს მუდმივი პროცესია. ძალიან ბევრი ათეულობით და ასეულობით სხვადასხვა ტიპის ღონისძიება გვქონდა მთელი წლის განმავლობაში და სწორედ გაანალიზებამ თუ სად ვიდექით წლის დასაწყისში
და სად გვინდოდა წლის ბოლოს ყოფილიყავით, არა მარტო ციფრებით და შემოსავლებით, საერთაშორისო მოგზაურობით, თუნდაც ქვეყნების მიხედვით და ასევე ინტერესებზეთ. ჩვენ მე დეტალურად ჩაგვილი ამ თემებზე ვისაუბრეთ. მაგალითად საინტერესო იყო რომ ბრიტანეთიდანაც არის გაზრდილი საკმაოდ ისი და ალბათ ამაში მთავარი როლი შეასრულა სწორედ პირდაპირმა ავიამიმოსვლამ. აი კორელაცია რომ ნახოთ ავიამიმოსვლის და მე იქიდან ჩამოსული ტურისტების. ეს რამდენად თვალსაჩინო შედეგია იმისა, რომ დაუშვათ კიდევ უფრო ახალ დამატებით რეისებზე ვიფიქროთ. რა თქმა უნდა, აეროპორტების გაერთიანება ზოგადად ეკონომიკის სამინისტროს პოლიტიკა არის, რომ სტრატეგიულ ბაზრებზე მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს. ჩვენ ერთობლივად გვაქვს იგივე ავიაკომპანიებთან ერთად, რომლებიც ემატება ან მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანიები და დამატებით იმ ბაზრებზე ჩვენ გვაქვს უფრო ძლავრი მარკეტინგული კამპანიები. ბრიტანეთის ავიახაზები ახსენეთ თქვენ და EasyJet-იც აღსანიშნავია, ინდიპენდენტი სწორედ ამას უსვამს ხაზს, რომ ეს ქვეყანა საერთაშორისო ბაზარზე კიდევ ერთი ჰაილაითი, ასე ვთქვათ, მოწოდება იყო გამოჩნდა მას შემდეგ, რაც EasyJet-მა ფრენები დაიწყო. თან მალიორკას გვერდით, ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ კორეის, რომლებიც ძალიან მონახულებადი პოპულარობას იკრავს ნელ-ნელა და ნელ-ნელა ნამდვილად 2026 წელს, როდესაც ინდიპენდენტი თავის რეიტინგში ათეულში გასახელებს, რომ შენ ხარ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო და იქ ჩამოთვლილია თქვენ გქონდეთ გამხსნელ სიტყვაში მთელი რიგი კომპონენტები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ფრენების და ჩვენი საერთაშორისო კამპანიების მთავარი გზავნილებია. ჩვენ რასაც როგორც ველაპარაკებით საერთაშორისო საზოგადოებას, როგორია ჩვენი ქვეყანა და რა არის აქ მოსანახულებელი მთავარი, ზუსტად ეს მთავარი გზავნილები აქვს ინდიპენდენტსაც გამოტანილი. ეს სტატია ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ჩვენი კამპანიისგან დამოუკიდებელია. ეს არის უბრალოდ ჩვენი მუდმივი და უღალავი მუშაობის დამოუკიდებელი შედეგი, რომელიც თქვენ დამეთანხმებით, რომ ერთია ნაყიდი მედია და მეორეა რეპუტაბელური დამოუკიდებელი მედია, როდესაც თავისით წერს შენი წარმატების შესახებ. თავისთავად მეტის ინდიპენდენტი. რომელია სტრატეგიული ბაზრები, რომელ მიმართულებით, რომ თქვენ ახლა ახსენეთ 4 მიმართულება, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ მაყურებელს, რომ მათ შორის მათაც ვისაც არ მიუღია ამ მოცემულობით პირობითად ქართულ კომპანიებს, აი თუნდაც იმ გამოფენებში მონაწილეობა, რომელთა შესახებაც ცალკეც მინდა რომ ვისაუბროთ, რომ მეტნაკლები წარმოდგენა გქონდეთ კიდევ ერთხელ თუ ვინმე არიცის რა მიმართულებით პოზიციონირებდა, სად ვეძებთ, საიდან ვეძებთ, უფრო უხეში სიტყვა ალბათ ვეძებთ, მაგრამ კარგი გაგებით ტურისტს. 31 ქალაქში გქონდა ჩვენ წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, 4 რეგიონად მოდით ესე რომ დავყოთ, მსხვილ რეგიონებად, ესე გქონდა ჩვენ განაწილებული და შესაბამისი პარტნიორი კომპანია ყავდა აყვანილი. ხაზზე მინდა გაუშვა, რას ნიშნავს წარმომადგენლობითი კომპანია, როდესაც ამ ინტეგრირებულ მრავალმხრივ წლის განმავლობაში დასაქმებულ ღონისძიებებს ადგილობრივ კომპანიასთან ერთად გეგმავ, რომელმაც ასე ვთქვათ, ჩვენზე კარგად იცის პირობითად ჩინეთში რა საშუალებები უფრო პოპულარულია და როგორ ჯობია კამპანია აწყო და აწარმოა. ხო, ეს ჩვენთვისაც ძალიან დიდი გამოცდილება იყო, ძალიან დიდი გამოწვევა იყო, ძალიან ბევრი რამე მათ შორის ვისწავლეთ ახალ ბაზრებზე და მომავალი წელი უფრო წარმატებული იქნება. 4 რეგიონალურად რო შევხედოთ, ეს არის ევროკავშირის ქვეყნები და დიდი ბრიტანეთი, ევროპის რეგიონი, ეს არის GCC ეგრეთ წოდებული ახლო აღმოსავლეთი, ესე დავარქვათ, სადაც ერთიანდება როგორც ყურის ქვეყნები, ასევე ვთქვათ ისრაელიც, მნიშვნელოვანია ჩვენი ბაზრისთვის, ასევე გქონდა ჩინეთი და ინდოეთი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც წლის განმავლობაში საკმაოდ მსხვილი მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოეთ. მთლიანობაში რა შინაარსის იყო ეს მარკეტინგული კამპანიები, მაგალითად იყო პარიზის ცენტრში, ხო? საკმაოდ საინტერესო, რომელსაც მე სოციალურ ქსელში მე სხვა ადამიანები აქტიურად აზიარებენ. ამიტომ საინტერესოა რა ტიპის შინაარსის არის ხომ ეს მარკეტინგული კამპანიები და თვითონ ამ შინაარსს როგორ ვირჩევთ და მთლიანობაში მე რამდენად გვიბრუნდება ეს შედეგის თვალსაზრისით, მაგალითად ჩატარებული მარკეტინგული კამპანია და პარალელურად იმ ქვეყნიდან საქართველოში შემოსული ტურისტი. აი ეს ძალიან თვალსაჩინო გახდა წელს, რა დავიწყეთ, რითი დავიწყეთ დაგეგმოთ და რა შედეგებზე გავდივართ არა მხოლოდ ციფრებში, არამედ შინაარსში და ვეცდები რომ მოკლედ ავხსნა.
მარკეტინგული კამპანია თვისებრივად იმდენად ვიწრო პროფილურად ისეთი დარგია, რომ მინდა რომ მაყურებელმა ძალიან კარგად გაიგოს, ამიტომ ვეცდები რომ ისე ახსნა უფრო მარტივი გზით. აი წარმოვიდგინეთ ორი კალათა გვაქვს და ამ ორ კალათაში ესე გავყოთ აქტივობები. ერთი, რაც ემსახურება ყველაფერი საინფორმაციო მხარდაჭერა საქართველოს შესახებ, ემსახურება სხვადასხვა ტიპის აქტივობებს. პირობითად ვამბობ, ეს არის როგორც თქვენ ახსენეთ, ქუჩებში და ქალაქებში რეკლამა, ეს არის სატელევიზიო გადაცემები, ბეჭდური მედია, პოდკასტები, ისეთ ცნობილ და რეპუტაბელურ მედიებში, როგორიც არის BBC, გერმანული არხები და სხვადასხვა ქვეყნების მიხედვით, რა თქმა უნდა, მათ შორის ჩვენ დუბაიში ვნახეთ აუთდორ რეკლამა, ჩინეთშიც, ინდოეთშიც, ჩინეთში 3 ქალაქი გვქონდა, პეკინი, შანხაი და შენჯენი. აი ეს მთლიანობაში ყველაფერი, რაც ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. გარკვეული აქტივობები. მეორე კალათაში არის ყველაფერი, რასაც ბიზნესის ხელშეწყობისთვის ვაკეთებთ. მაგალითად, გამოფენები, მაგალითად, B2B შეხვედრები, ეგრეთ წოდებული road show-ები, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, სადაც ბიზნესი ან მიყვავს, რომ იქ ადგილობრივად შევახვედროთ პარტნიორებს და ხელი შევუწყოთ, რომ მათ მოახდინონ ქვეყნის პოპულარიზაცია და პარტნიორების გაჩენა, რომ მე ერთობლივად ჩამოიყვანონ მეტი მოგზაური საქართველოში, ამ პირიქით საზღვარგარეთიდან კონკრეტული ბაზრიდან საქართველოში ჩამოყავს ტურები, რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიიღონ და ასევე პარტნიორები შეიძინონ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარკვეულწილად ახალი ბაზრები ჩვენი კერძო სექტორისთვის იყო გამოწვევა და ჩვენ მთელი რიგი გადასამზადებელი პროექტები გვქონდა, მაგალითად ჩინეთის ბაზრისთვის, როგორ უნდა დავხვდათ ჩინელ მოგზაურებს, დაწყებული იქიდან როგორი ტიპის ტურები ჭირდა მათ, დამთავრებული როგორი მომსახურება ჭირდა მათ. ხო, აი ეს ყველაფერი იმდენად კომპლექსური ტურისტული სექტორი ამ ნაწილში. კი, ძალიან აქტიურად. ძალიან ბევრი კომპანია იყო ჩართული. ჩვენ გვაქვს ელექტრონული ბაზა, ეს აღარ ხდება დიდი ხანია, უკვე მეორე წელია. აღარ ხდება ხელით შერჩევა მონაწილეობის, არის გარკვეული კრიტერიუმები, წინასწარ რეგისტრირდები, წარმოადგენს საკუთარ შემოსავლებს, თუ სად გახარ ამ ბიზნესში, რა ნაწილი ემსხვილი, რომელი ბაზრიდან ხარ პირობითად, რომელ ბაზრიდან მუშაობ ძირითადად. მცირე კომპანიისთვისაც არის შესაძლებლობები. ამას ვამბობ ზუსტად იმის მიხედვით, რა შემოსავლები გაქვს. არის რამდენიმე კალათა. პირობითად ვამბობ, თუ ხარ დამწყები, იმათთვის გარკვეული პროცენტი არის მონაწილეების და რა თქმა უნდა, ვინც გამწევი ძალა ამ ბაზრისთვის, იმათთვის ერთმანეთს არ ეჯიბრებიან, მოდით ესე ვთქვათ. რა ყველასთვის მეტნაკლებად თავისუფალია ამ ნაწილში. ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა. ასევე მნიშვნელოვანია იმ ბაზარზე მუშაობ თუ არა, თუ ახალ ბედახარ შეიძლება ზოგადად გამოცდილება გქონდეს ტურისტულ სექტორში და მუშაობდე ვთქვათ ევროპულ ბაზარზე, მაგრამ გაინტერესებდეს ჩინეთის ბაზარი და ჩვენ ვეხმარებით ასეთ კომპანიებს, ვინც ეგრეთ წოდებული სტარტაპია, რომ ახალი ბაზრებიც მოსინჯოს. ძალიან აქტიურად წამოყვა კერძო სექტორი, ძალიან ბევრი კომპანია იყო ჩართული, როგორც ამ ღონისძიებებში საზღვარგარეთ წასვლაზე და ჩვენთან ერთად ამ ღონისძიების გამართვაში, ისე რა თქმა უნდა, ადგილზეც. შემოსავლებში რო გადავიყვანოთ ეს 3 კვარტლის მაჩვენებლები, რაც ვიცით. 3.7. კი ბატონო, 3.7. პროგნოზი იყო 4.7 მიათედი. 4.5. ხო, 4 რაღაც ასეთ ფარგლებში. ანუ რეალურად დაჯდება ეს საბოლოო შედეგის თვალსაზრისით, როგორი გათხოვოთ? თქვენ იცით, რომ წინასწარ ჩვენ ზოგადად პროგნოზია და თავს ვიკავებთ ხოლმე, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით მიუახლოვდებით ჩვენ ამ მაჩვენებელს. წინ ზამთრის სეზონი გველოდება, რა თქმა უნდა, თოვს ველოდებით, აცივდად ვფიქრობ, იმედი გვაქვს, რომ მალე მოთოვს, იმიტომ რომ ზამთრის სეზონის ახალწლო განწყობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებულად ლამაზად მორთული თბილისი უკვე რამდენიმე წელია ბოლო წლების განმავლობაში საერთაშორისო მედიის ხუთეულში. ეს არის ერთგვარად ტურისტების აქტიურობის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ხდება, როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ძალიან რეპუტაბელურ მედია საშუალებებში, აი როგორც ინდიპენდენტი იყო, დამოუკიდებლად მედია გაღიარებს, რომ განსაკუთრებულად ლამაზია ახალი წლის და შობის პერიოდში შენი დედაქალაქი, ეს ბევრი ადამიანისთვის ხდება მიზეზი, რომ ახალი ადგილი აღმოაჩინონ ახალ წელს. და რა თქმა უნდა 2026 წლის გეგმები, რაც უკვე შეიძლება რომ ითქვას, ბუნებრივია, ხა ყველა დეტალს არ გთხოვთ, მაგრამ მთლიანობაში როგორ ხვდებით 2026 წელს და რა მოლოდინები გვაქვს? 2026 წელს დავასრულებთ რა
2025 წელს და ჩვენ რა თქმა უნდა მეტნაკლებად მომავალ წლის დაგეგმა უკვე დავიწყეთ. რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ ჩვენს ტრადიციულ ბაზრებზე, ასევე ძალიან მძლავრ მარკეტინგულ კამპანიებს, გავზრდით ბიუჯეტს, მათ შორის ჩინეთის ბაზარზე, იმიტომ რომ ძალიან თვალსაჩინოა, თუმცა აქვე მინდა სახელმწიფო ბიუჯეტი იძლევა ამის საშუალებას, ანუ თუმცა ტურიზმის სააგენტოსთვის გამოყოფილი დაფინანსება. შესაბამისად, ინდუსტრიიდან და შემოსავალიც არის შესაბამისად, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მთლიანობაში ჩვენი ბიუჯეტის ყველაზე დიდი პროცენტი 70% ევროკავშირის ქვეყნების მარკეტინგში იხარჯება და ეს პრეზენტაცია ჩვენ კერძო სექტორთან გვექნება, შეხვედრა გვექნება, სადაც შედეგებზე ვისაუბრებთ. როდესაც გეგმავთ? უახლოეს მომავალში, უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, მომავალი წლის შედეგების, მომავალი წლის დაგეგმა ჩვენ უკვე დავიწყეთ, ეს როგორც თქვით, გარკვეულწილად ამ ჩვენს 4 რეგიონალურ მსხვილ ბაზარზე ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ, თუმცა ეს ხელს არ უშლის, რომ ჩვენ ახალი ქვეყნები მოვსინჯოთ. პირობითად წელს ვიყავით სამხრეთ კორეაში, ძალიან მოგვეწონა და მომავალ წელს უკვე სექტორთან ერთად მივდივართ, წელს ვიყავით სინგაპურში და მომავალ წელს უკვე სექტორთან ერთად მივდივართ. ITB შანხაის მასპინძელი ქვეყანა ვიქნებით. აქცენტი მინდა გავაკეთო იმ ფაქტზე, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენი მანდატის უმსხვილესი ნაწილი არის, რა თქმა უნდა, ქვეყნის გარეთ ცნობადობის გაზრდა, ასევე ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ადგილზე ჩავერთოთ გარკვეული ტიპის შეთავაზებების ფორმირებაში კერძო სექტორთან ერთად საერთაშორისო ტრენდებზე მივეხმაროთ იმისთვის, რომ ერთია რომ მოგზაური საქართველოში ჩამოდის და მეორეა აქ რა ხდება, ეგრეთ წოდებულად დასახარჯი ფული. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი გვინდა და შემოსავლების თქვათ ათეულში არის ისეთი ქვეყნები, როგორიც არის შვეიცარია, ისეთი ქვეყანი, როგორიც არის საუდის არაბეთი, საშუალო დღეზე დანახარჯი საკმაოდ დიდია. ვფიქრობთ, რომ მაინც შეთავაზებების ნაკლებობა არსებობს და ეს შეუძლებელია, რომ არ დაგეთანხმოთ, მათ შორის მომსახურების ხარისხის ნაწილში კი ბატონო. დიახ, და ვფიქრობთ, რომ იდენტიფიცირება უნდა გავაკეთოთ კერძო სექტორთან ერთად და თუ კი სადმე არის საჭიროება ჩვენი ჩართულობის, ჩვენ ერთად კერძო სექტორთან და ბიზნესთან ერთად დავამუშავოთ იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს, თუნდაც სახელმწიფოს მხრიდან წამახალისებელი მექანიზმები, ამისთვის არაერთი ხელსაწყო აქვს ეკონომიკის სამინისტროს, ჩვენ მზისკარის პროექტი, როდესაც გავაკეთეთ ერთობლივად აწარმოებთან ერთად, ძალიან კარგი პრეცედენტი იყო, როდესაც ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააკეთა გასტროპროდუქტი, ავთენტური სამზარეულო ოჯახებს რომ ეხმარებოდა, იცით ამ პროექტის შესახებ და მეორეს მხრივ ამ პროექტის ფინანსური ნაწილი აწარმოეს საქართველოს კონდა არსებობს ამის გამოცდილება და ვფიქრობთ მომავალშიც ახალი იდეების დამუშავებას შევძლებთ. ამიტომ მომავალი წელი ახალი იდეებით არის ახსავსე, ერთის მხრივ როგორ გავზარდოთ კვლავ ცნობადობა საქართველოს შესახებ ჩვენს სტრატეგიულ ბაზრებზე და მეორეს მხრივ დავიწყოთ მუშაობა აქტიურად, როგორ გავზარდოთ ხარისხი, როგორ გავზარდოთ მრავალფეროვნება შეთავაზებები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა და ჩვენ ბუნებრივია, რომ 2026 წელსაც ხშირად ვიქნებით თქვენი მასპინძელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო ამბავს ველით ბუნებრივია თქვენგანაც და მთლიანად სექტორისგანაც და გისურვებთ, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ტურისტების რაოდენობას და რასაკვირველია შემოსავლებსაც, იმიტომ რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაია ომიაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.